მქონდა საშინელი ჯანმრთელობა. მე ვიცი მისო ძალიან კარგად იციან რომ მე შეიძლება მე ვიდეოებით აი ეს გოგო მივლიდა მათ შორის მე მახსოვს აი ეკა აქ არის და როგორ მახსოვს ერთხელ მასთან ერთად არის მოსული თამუნასთან ერთად და თოვლიდებს ჯანელეთის ქუჩაზე რა და არა თოვლი არ იყო ჯერ მოსული და თამუნა იწახს რა კარგია რომ თოვლი მოძა არა უთხარ რომ დამისრელდება ფეხი და რას კაი შეხო მაინც წერხარო ნუ ხალხი მიჩვეული იყო რომ შორნა ხშირად წევს და ანუ 20 წლიდან ესე რომ ცხოვრობ პერიოდული რემისიებით და მგონი რომ არაფერი არ გიშველება რა და მე ვიტყვი ხოლმე აი 54 წლის ვარ დღეს და მე ვარ უფრო ჯანმრთელი ვარ ვიდრე ვიყავი 20 წლის გოგო 30 წლის ისე ვიყავი რომ ჩემდას მეორე შვილი შეეძინა და ფილტვების ანთება დაემართა და ნემს უკეთებ მუხლებზე ვიდექი იმიტომ აი ეს პოზა იყო წარმოუდგენელი ხერხემას ვერ დავიჭერდი რომ ხვეტავდი აი ამას აი ესე შემიწო ხო და მე მეგონა რომ სო ინვალიდი ვარ არ არის გამოსავალი თუმცა არსებობს უბრალოდ როგორც ლია თქვა ყველაფერს აქვს გამოსავალი და ის იპოვოს სწორი გზა და საშუალებები ხო ეს ხომ ერთი უბედურება იყო მე რო აქ ავედი მაგრამ მეორე უფრო დიდი უბედურება ის იყო რომ ანუ გალობელი ვარ ტაძარში და ჩემი შემოსავალი იყო სულ 60 ლარი და მე მახსოვს ლარით სადილებს ვაკეთებდი არანაირი მოგზაურობაზე მანქანებზე და ბედნიერებას არაფერზე არ იყო ოცნება რა როგორ მახსოვს და კორალში მოვიდოდი რაღაცა დასუფთავების მაშინ რომ მივედი რა ქვია ვაკანსია იყო და კაცი უყურებს ჩემს CV-ს და ხედავს რომ ფსიქოლოგი ვარ და ენა დაებრა როგორ მელაპარაკოს არ იცის რომ სახლი უნდა დავყვეცა ოთახები დავალაგო ეხლა და просто მე ჩემი ოპერაცია დაემთხვა და მე კორაკუბიც მოვიდა და აი ზუსტად ესე კონფერენციაზე ვიჩექ ძირფასები ძალიან მომეწონა აღთოვანებული ვიყავი მეთქი ძალიან კი მინდა ეს პროდუქცია მაგრამ ფული არა მაქვს და მეორე დღეს დამპატიჟეს იცი რა კომპანიას აქვს ფინანსური გადასახების საშუალებები და მოდი ხვალე პრეზენტაციაზეო აი ეგეთ პრეზენტაციაზე მე ვისაც მართლა ეგ თემა საინტერესო გაქვთ ორშაბათს გელოდებით უზნაძის 91-ში პირველ საათს ხარებას ნუ ვინც მუშაობს მაშინ შაბათს არ იცვლია ანუ ეკეჩავს 12 აპრილს ყველას პირველ საათზე 91-ში ვისაუბრებ აქ ფული როგორ იშოვება იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არაფერზე არ მოცნებობდი იმიტომ რომ ამის საშუალება არ იყო ამ კომპანიის ფულით მეოთხე მანქანა შევიძინე ხეწეღან მოვიდით გეტყვით რომ ხან 4 ჯერ გავდივარ ქვეყნიდან მეუღლით და მოიხსენებათ ახლა ეს იაფსიამონება არ არის მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი სურვილი რაც არის ხო ახლა ჩემი გოგოები გაგაცანით ეს ღონისძიება ზედაზემდე დაიგეგმა მაგრამ სრული გადაწყვეტილება მივიღე იმ ღონისძიებაზე რომელზეც ვიყავი თებერვალში სადაც იცი რა მახსოვს აი ესე მე რო ვიჯექი აი აქ იდგნენ გოგოები რომლებსაც აჯილდოვებდნენ რა და მე მახსოვს ჩემი ბურცკლები როგორ მინდოდა რომ მე ყოფილიყავი იმ ადგილზე სპონსორები იდგნენ და აქ გაუსწორეს ესე თქვისი არა თქვა აბა მიდი ეწადი ტაში სურათს უხებენ და აი ეს წარმოვიდგინე რომ მე ხარო ვარ და აქ რო წინდგე ვარ და მაიკო რო მოდის და მე რო ამას უხებ და მაიკო რო სცენა აი ეს ამ სურვილით ვარ ჩამოსული ვისაც მართლა დიდი ამბიციები გაქვთ ვიფასებო კომპანიაში არსებობს პარტნიორებისთვის ძალიან კაი შესაძლებლობები ნახეთ 2015 წლიდან ჩაირთო ავტობონუსი ბინის ბონუსი და შედარებით ახალია განათლების ბონუსი რა ანუ ნახეთ ამდენი წლის განმავლობაში 757 ოჯახია სადაც კომპანიამ აჩუქა ან ბინა ან სახლი და ან მეორე სწავლება აქედან 383 მანქანაა ნაჩუქარი უძრავი ქონება 357-დან 7 ოჯახია სადაც გადაწყვეტეს რომ მე მინდა შვილი ვასწავლო ოქსფორდში მაგალითად ორ ფიქრობთ ეს საჩუქარი რაღაცა მაიმუნობაა გიტყვით რომ ანუ პირველ ეტაპზე ხო აი მე მასტერი ვარ მაგრამ აი მასტერი 20,000-ის 27,500 ევროთი ჩუქნის კომპანია რა თქმა უნდა დამსახურებთ მაგრამ საჩუქარია და ჩემი ზედა სპონსორია ნატალია სიმანაბა მაშინ ჩუქნის კომპანია რას მოხდი მაგრამ ზეროა რა ზეროა ხო და მე პირადად ჩემი პირადი სპონსორია
ოქროს მასტერი, რომელსაც 88,000 ევროს საჩუქარი გაუკეთა კომპანიამ და მე მახსოვს მისი ბიჭის კომენტარი რა, რომ ძალიან კაი ვიდეოა და ბიჭი რო იწას. იცით რა, ხა 88,000-იანი მანქანა რომ მაიბახი აჩუქეს რა, რომ გაჩუქონო, რო იყიდო, არ არის პრობლემა. ხვდებით ხა ოჯახში როგორ შემოსავალი, რომ არ არის პრობლემა მაიბახის ყიდვა. მაგრამ ამას რო კომპანია გაჩუქებს, ძალიან სასიამოვნოა, ხო? ეს რეალურია და მე ასეთ ადამიანებს პირადად ვიცნობ და ძალიან მინდა რომ აი ეს გოგოები